მოგესალმებით, მე ლელა ვარ. 53 ვიდეოში ორი წიგნი უნდა გაგაცნოთ. ერთი არის სოფია ბარშოვას საბავშვო რომანი კაქტუსი აფრიკაში, ხოლო მეორე ანა გალოდას 35 კილო იმედი. თუ რატომ ეს ორი წიგნი ახლა ვეკეთყვით? სოფია არის ამ წიგნის მთარგმნელი, ხოლო კაქტუსი აფრიკაში მისი სადებიუტო საბავშვო რომანია პალიტრა ელის მიერ გამართულ კონკურსში 2023 წელს გაიმარჯვა, გახდა საბავშვო წიგნის ბესტსელერი, უბრალოდ საბავშვო ბესტსელერის ავტორი და მე მხოლოდ ახლა წავიკითხე, ჩემს თავს ვუყიდე ეს წიგნი 23 აპრილს, ჩემს დაბადების დღეზე, თუმცა აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა. და საერთოდ არ ვამხელვისთვის რას ვკითხულობ, დიდად არც მაქვს ჯერ გადაწყვეტილი. და ეს წიგნები ზუსტად ვიცი, რომ საბამ უნდა წაიკითხოს მე-7 კლასელმა და რატომ ამასაც ახლა გაგიმხელთ. თბილისის წიგნის დღეებზე, როდესაც მაფინები წავიღეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა გასაყიდად ჩვენი გამომცხვარი და ჩვენს გამომცხვარ მაფინებს გულისხმობ და ეს ამ ფულით კლასის საჭიროებებისთვის უნდა განგვესაზღვრა და შეგვეძინა რაღაცები. სანამ მივიდოდით დანიშნულების ადგილამდე, გზად შეგვხვდა სოფია. მე მას არ ვიცნობდი პირადად, სოციალური ქსელით ვიცნობდით ერთმანეთს. იმ დილა სოფია მომწერა სწორედ ამ ვიდეოების შესახებ თავისი აზრი და მე პასუხი ვერ დაუბრუნე, ამის გამო დარდობდი, სიჩქარის გამო ვერ შევწელი რომ იმეწერა და თითქოს ესე ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს ჩემი გულის საპასუხოდ, გულის ფიქრების საპასუხოდ და საბამ რომ გაიგო გვერდით მომყვებოდნენ საბა და დათუნა, ფურცლები ამოიღეს და სთხოვეს ავტორს რომ დაეწერა მათთვის სამახსოვრო წარწერა. გამახსენდა რომ იმ დილას ასეთი წესი მაქვს საერთოდ რომ სახლიდან რომ გავდივარ რაღაც აუცილებლად მიმოქვს რომელიმე წიგნი, შეიძლება სულაც ვერ მოვახერხო, პატარა ჩანთა მქონდა იმ დღესთან და მხოლოდ ეს წიგნი ჩამეტია, რადგან ამ წიგნის წაკითხვას ვაპირებდი ერთ-ერთი მოსწავლისთვის. ამოვიღე ეს წიგნი ფურცელზე რომ არ დარჩენოდა ბავშვ ჩანაწერი და სოფიამ ყდაზე დაუტოვა თავისი ავტოგრაფი ამ წიგნს აბას ვაჩუქებ და მისთვის წავიკითხე სწორედ ეს ორივე წიგნი. მინდა რომ აუცილებლად გაგაცნოთ ეს კაქტუსი აფრიკაში, რადგან დავპირდი სოფიას რომ წავიკითხავდი და გავუზიარებდი შთაბეჭდილებებს და მოდი დავიწყოთ. კაქტუსი აფრიკაში მესამე-მეოთხე კლასელებისთვის შეგვიძლია რომ კლასის საკითხო წიგნადაც შევთავაზოთ. და შემდეგ უკვე ყველა ასაკის მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს. რა ხდება ამ წიგნში? სამ შვილიან ოჯახში საღამოს ბავშვები მამას თხოვენ რომ ზღაპარი უამბოს. მამას უკვე ფანტაზია ამოწურული აქვს და წამოსცდება რომ ერთ ძალიან მაგარ ბიჭზე უნდა მოგიყვეთ და სახელს რომ ელიან ბავშვები შეხედავს იქ თაროზე კაქტუსს და ეტყვის რომ მას ქვია კაქტუსა. ასე იწყება ამბავი, ასე იგი წიგნში კიდევ ცალკე არის მოთხრობილი ზღაპარი კაქტუსა ბიჭის შესახებ, რომელსაც თმები კაქტუსივით ეზრდება, დაუმორჩილებელი აქვს. ბებია ფილემონა ყავდა ჯადოქარი და სალამურს იპოვის და აღმოაჩენს სრულიად შემთხვევით რომ შეუძლია ამ სალამურს ამინდის დამორჩილება და კაქტუსა გადაწყვეტს რომ წავიდეს გაეშუროს აფრიკაში და მართლაც წავა. 12 წლის არის როგორც მახსოვს და ნახავს ძალიან საინტერესო ადგილებს, უჩინარების ქვეყანას, მოლაპარაკე ცხოველების ფერმაშიც მოხვდება, ასევე ზარმაცების ქვეყანაშიც იმოგზაურებს, უჭმელთა ქვეყანას მოინახულებს და ბოლოს ჩავა აფრიკაში, სადაც იცხოვრებს, გაიცნობს მეგობარს, იტალიელ ბიჭს და ბოლოს ისევ ბრუნდება უკან. წიგნი ძალიან საინტერესო ფრაზით სრულდება, როგორ მიყვარს ასეთი ბედნიერი ღამეები და შეიძლება ითქვას, რომ უფროსებისთვის ეს არის გზავნილი, რომ ბავშვებს რაც შეიძლება ბევრი ასეთი ბედნიერი ღამე ვაჩუქოთ, მეც ზღაპრის ძალაზე, თხრობის ძალაზე
ბევრს ვსაუბრობ მშობლებთან, სკოლამდელი წიგნიერებით დაინტერესებულ ადამიანებთან და ეს არის ის, რაც შეგვიძლია ჩვენ ვაჩუქოთ ბავშვებს ბავშვობიდან. ამის შესახებ ცალკე ვიდეოს ჩაწერას ვაპირებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ ბავშვისთვის მცირე ასაკიდანვე თხრობის ძალას, წარმოსახვას, როგორ ავითარებს მეტყველებას, ლექსიკურ მარაგს და ეს არის ერთ-ერთი ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ბმა ძლიერი მიჯაჭვულობა საკუთარ მშობლებთან და ბავშვობიდან ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება გავატაროთ, ეს არის ძილის წინ მოყოლილი ზღაპრები. გარდა ამისა, კაქტუს აფრიკაში ბავშვებს დააფიქრებს გლობალურ პრობლემებზე, თავგადასავლების სიყვარულზე, საკუთარ ოცნებებზე, თითოეული თავის შესახებ ძალიან საინტერესო გაკვეთილების აკინძვა შეიძლება და მთელი გულით გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ვულოცავ სოფიას ძალიან კარგ დებიუტს და ვიცი რომ მეორე გაგრძელებასაც წერს, მეც ძალიან დამაინტერესა კაქტუსას შემდეგი ამბები, როგორც ამ ბავშვებს წიგნში და ველოდებით მკითხველები, რადგან საბავშვო ქართული საბავშვო ლიტერატურაში ყოველი ახალი წიგნი დიდი საჩუქარია ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და ბავშვებისთვის. რაც შეეხება ანა გავალდას 35 კილო იმედს, როგორც უკვე გითხარით, თარგმნელი არის სოფია ბარშოვა, წიგნები ბათუმში გამომცემლობა. 2015 წელს გამოიცა ეს წიგნი, მაშინ როდესაც მე ვიყავი რაჭაში და ძალიან მიყვარს ამ წიგნის დასაწყისი. ვერ ვიტან სკოლას. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება, არა უფრო მეტადაც გამიმწარა ცხოვრება. როდესაც კინოში მყავდა ჩემი მე-7 კლასი და უკან ბრუნდებოდით ავტობუსში ვიჯექი და უკან მესმოდა ჩემი მოსწავლეების საუბარი. ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა, როგორ არ მიყვარს სკოლაო და ისე გამიკვირდა და გული მეტკინა. თუმცა დღევანდელი სკოლა მართლაც არ არის ისეთი ადგილი, ბევრი ბავშვისთვის სიხარულით წასვლას არ უკავშირდება, სიხარულს არ უკავშირდება და ვფიქრობ, ამისი უმთავრესი მიზეზი არის ქულები, განსაზღვრელი შეფასება, მოსაწყენი გაკვეთილები, სხვადასხვა მასწავლებელთან მასწავლებლის ხასიათთან რომ უწევთ შეხება და აი ეს ემოციების ზღვაში ცურვა ხშირად არის ხოლმე უარყოფითი ემოციები, ამას გულისხმობ და ამ ყველაფერზე ძალიან კარგად გვაფიქრებს გრეგუარ დებიუსკი, 13 წლის ბიჭი, რომელსაც უჭირს სწავლა, სკოლაში ორჯერ ჩარჩება და ამის გამო მისი მშობლები ნამდვილ ომს გააჩაღებენ, მუდმივად ეჩხუბებიან, აქვე ჩანს, რომ მათ არ აქვთ კარგი ურთიერთობა და ამ გრეგუარს აღმოუჩნდება ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას უგებს, ეს არის ბაბუა ლეონი. ბაბუა ლეონს თავისი მდურგალია, თავის სახელოსნო აქვს და ბიჭს ბავშვობიდან ასწავლის ხეზე მუშაობას, ნივთების შეკეთებას და აქ არის კიდევ წარმოჩენილი, რომ ყველა ბავშვს არ შეუძლია სწავლა, მაგრამ ყველა ბავშვში არის რაღაც ისეთი ნიჭი, რომელსაც უნდა აღმოჩენა, გაღვივება და თანამედროვე სასკოლო ცხოვრება ასეთი ბავშვებისთვის ნამდვილად არ არის სასურველი ადგილი, პირიქით უკავშირდება ტანჯვას, ძალიან დიდ დარდს, თვითშეფასების დადაბლებას, უჩენს არასრულფასოვნების კომპლექსებს და მასწავლებლებს მე მგონია რომ ყველა მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი, რომ დაფიქრდეს რა არის მათი მთავარი მიზანი სკოლაში წასვლამდე, რას განიცდიან ბავშვები. პირველ პირში არის მოთხრობილი, გრეგუარი გვიყვება თავის ამბებს და ეს ჯანჯღარებელი ეფექტი აქვს ამ წიგნს. თქვათ მოზარდი ბავშვი თავის თავს აღმოაჩენს, ვისაც თქვათ რაღაც პრობლემები აქვს სკოლაში.
და მასწავლებლები კი დაფიქრდებიან ვის გვანან მარის, რომელიც პირველ კლასში ასწავლიდა გრეგუარს და სულ ახსოვს ეს მასწავლებელი, რომელმაც ეს ჩანაწერი დატოვა, რომ დადებითი კომენტარი დაწერა შემდეგი მასწავლებლისთვის, თუ სხვა მასწავლებლებს, რომლებიც აი ეს ქულების უწერენ და ტოვებენ კლასში ამ ბავშვს. აქ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ერთი ადამიანი მაინც უნდა აღმოჩნდეს ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც მას ძალას შემატებს, უპირობოდ შეიყვარებს და საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. საერთოდ ანა გავლოდასთან ხშირად გვხვდება ბებია-ბაბუების თემა. და ბაბუა ლეონი გურგრილს არავის არ დაგტოვებს, იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მათ არ ვიცით თქვათ როგორ მოვიქცეთ, დაგვაფიქრებს და ბევრ ამას გვასწავლის, არა მარტო გრეგუარს, არამედ მშობლებს, რომლებიც უჩეჩინებენ გამუდმებით ბავშვებს და სულს უმწარებენ ამ სასკოლო ცხოვრების გამო და ამავე დროს მასწავლებლებსაც დაგვაფიქრებს, როგორები უნდა ვიყოთ, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ბავშვებში დაფარული ნიჭი. დიდი მადლობა. მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. ერთი ვიდეოღა დამრჩა.